ხედე. პირველის 11 წუთია. ეხლა ვიმყოფებით რიკოთის გვირაბზე და მივდივართ ქუთაისის აეროპორტისკენ. ორს რომ აკლია 10 გვაქვს დუბაისკენ ფრენა, მაგრამ ამ ვიდეოს თუ უყურებ, ჩავასწარით და ესე იგი გავფრინდით დუბაიში და ესე იგი შენ ძალიან მაგარი თავგადასავალდელის ჩვენთან ერთად. დარჩი ახსენ და წამოდა ძალიან მაგარი მანქანებით ვიგასაოთ. Bibi, come to Dubai. ადამიანებს დავემსგავსეთ და ისე გამოვედით უკვე გარეთ, იმიტომ რომ დუბაიში ისე წამოვედით, რომ აი მიდი, აი ერთი წამი არ ხონდა, თავისუფალი სტრესი იყო, იქ ვაგვიანებდით, იქ სათუმ რო გჭირდებოდა, იქ მოკლედ აი ყველაფერი აი ძალიან წამი მივასწარი და საერთოდ არ გძინებია. კარგი ტემპერატურაა, რა ჩემი ძლია გითხრა, ზამთარია, მაგრამ და ისეთი ტემპერატურა იყო საქართველოში. მთელი წლის განმავლობაში ჩემგან პირადად თანხმობა მაგ ყველაფერზე. თქვენ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იცოდეთ და ხვალ ნახავთ რასაც გავწესდა. აი არაბები როგორ დახმენ. აი გემრიელი ხორცი ჭამეთ, ხორცი სადაც ნახეთ შეუხედეთ, ეს ყველაფერი კიდე საჩუქრად გამოგვიგზავნეს. ესე ყვარებიათ მასპინძლობა არაბებს. ელგანამათი ფოტოებია. ვინ არიან ერთი გამარკვია. მანქანას გვირაობ. სახეთ ცოტა შეშლილი მაქვს, იმიტომ რომ ვაფშე არ გძინებია. თვითმფრინავშიც ვერ დავიძინეთ, მაგრამ არა უშავს. ვინც აპირებთ აქეთ წამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად იქონიეთ თან ფიზიკურად საერთაშორისო მართვის მოწმობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ონლაინ გავაკეთეთ და აი ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით და მანქანა არ მოგვაქირავეს. ვიპოვეთ ერთი ადგილი, რომლებიც ცნობენ ონლაინ საერთაშორისო მართვის მოწმობას და საბოლოოდ აღარც იმაზე მქონდა პრეტენზია თუ რა მანქანას ვიქირავებდით და Nissan Xterra-ს ველოდებით, მოგვიყვანენ ახლა და დუბაისკენ დავიძვრებით. ახლა აბუ-დაბიში ვართ, ავიღებთ მანქანას და მე უკვე ძალიან საინტერესო მანქანა უნდა შემოგთავაზოთ თქვენ. ფორმულა 1-ის გზაზე უნდა ვიგაზაოთ იმ მანქანით. მოლოდინი მქონდა რომ ძალიან სიცხე იქნებოდა, მხოლოდ საფულის თანსაცმელი წამოვიღე, მაგრამ კიდევ კარგი ერთი ხუდი მაქვს. ისეთი სიცხეც არ არის როგორიც მეგონა, მაგრამ ჯერ დილა 10 საათი ჯერ არ გამხდარა და ალბათ შუადღეს საკმაოდ სიცხე იქნება. ჩემს ძმასთან და ჩემს მეგობართან ერთად ვარ. ჩემი ძმა იკაკოს ფუნქციას ასრულებს, იკაკო შენთან ბოდიში. ეს ვიდეო არ თუ ისე კარგი ხარისხით იქნება გადაღებული, მაგრამ ვისაც გაინტერესებს. საინტერესო მანქანის გატესტვა ფორმულა 1-ის გზაზე დარჩით არხზე. თქვენ კი არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა. ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩვენთვის. მოვედით სუსტად იმ ადგილას, სადაც მაგარი მანქანით უნდა ვიგაზაოთ. კაი, საიდან შევიდეთ ახლა? ეგ გავარკვიოთ. ჰალო. Track racing karting zona. აი ამ ხელა ტრეკია. ზარმაზარი. ტრეკის შიგნით რამდენიმე კილომეტრია დავდივართ, რომ პარკინგზე მოვედით. ეს კარტინგების გზა არის, უცენზე რო ვიყავთ, აქ კარტინგებზე აქ ვიარეთ. მე მგონი აქ იყო ასტონ მარტინი, ცენაზე რო ვიყავით. დარბოლა ტრასასთან. ესეთი კამაროები შეინიშნება. საინტერესოა, რისთვის იყენებენ ამ მანქანას. 215-18-ზე. Subaru BRZ-ის გამებს ძალიან გავს. შეიძლება მე მგონი ეგ არის. მე მგონი კი არა. Subaru BRZ-ის გამებია ჩალაგა. დიდი არაფერი მანქანები არ არის. უბრალოდ დავაინტერესა რისთვის იყენებდნენ. ყველაფერია მითითებული, ტემპერატურა. ყენილობა არის ცოტა მაღალი. ფორმულა 1-ს გადავაწყოთ. და საინტერესო ფაქტი ახლა ფორმულა 1-ზე ვერ როგელაპარაკოთ, რა ვიცი თქვენ, მაგრამ აი მანქანის დისკებზე რო ფიქრობთ ხოლმე რომ სუბუქ დისკებს შევიძეთ, ფორმულა 1-ის დისკი თავისი საფუძველი. სუბუქია რომ არ ვიცი რა იქნება წონაში. ზუსტად ის ადგილია, სადაც ფორმულა 1-ის 2024 წლის ფინალი ჩატარდა. ჩვენი ნაქირავები მანქანა არის Aston Martin GT4 503 ცხენის ძალით, ესეთი მაგარი ვიზუალით. ზუსტად იმ გზაზე უნდა ვიგაზაოთ ამ ძალიან მაგარი მანქანით, სადაც ფორმულა 1-ები ძალიან ცოტა ხნის წინ გაზაობდნენ. უდიდესი გზა არის და ნახოთ
ესეთი პრო მანქანა რა შეგრძნებებს მოგვანიჭებს. 3.8 წამი აქვს 0-დან 100-მდე. სლიკებზე არის ესაბურავები გასახურებელი იქნება, მაგრამ ტემპერატურა დუბაიში ნუ ხელს სულ გიწყობს. იმიტომ რომ არასდროს არ არის სიცივე და ის არ გაქვს რომ სივას ფაზე როგორ მოეჭიდო და როგორ შეხვიდე მოსახვეში. შევარ ცოტა საბურავებს გავატბობთ და ვნახოთ რამდენად მოგვეწონება ეს მანქანა. ასე ვარ ჩავსავთ ჩვენი გაზაობის ვიდეოს და გაზაობის მერე იმასაც გეტყვით რამდენად მოგვეწონა. ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, წინა ვიდეოში მქონდა ნათქვამი რომ მანქანის ესეთი მაგარი სუნები, სუნამოები ჩამოგვივიდათო და გამოხოლომა ინსტაგრამზე ხალხმა და მომწერა რომ რა ღირსო. ხალხო არაფერი არ ღირს, საჩუქრად არის, ვისაც გინდათ ესეთი მაგარი სუნამოები, ჩემი საგულშემატკივრო დამაფოლოვეთ, მომწერეთ და ყველას გაჩვენებთ. ხა შევიდეთ შიგნით, ძალიან მაგარი მანქანები არის შენობაში და ის ძალიან მაგარი მანქანები დავათვალიეროთ. Samosasami AMG ამ მანქანას ფორმულა 1-ზე იყენებენ safety car-ად. თანამედროვე ეპოქა ახალი მანქანები შემოიყვანა safety car-ად და ეს მანქანა ესე showroom-შია გაჩერებული და ესე მაგრად გამოიყურება, მაგრამ რა თქმა უნდა, ხმარების კვალი მაინც დამჩნეული აქვს. ესეთი მანქანები ღირებულებას არასდროს არ კარგავს და showroom-ში როცა ხედავ და როცა აყენია, ყველა ავტომოყვარულისთვის მიმზიდველია და ყოველთვის იწვევს დაინტერესება. ცნობილი მანქანა შეხვდა ფორმულა 1 წააგავს ან 2-ს ან 3-ს. გვინდა წერეთ კომენტარებში და მეც განმანათლით. რა მანქანა? ვაინოლი BMW-ები რო იყო, 320-ები, ან 2.2 რო იყო, ყური გამშვები რო ქონდა. იმას მოაჭრეს და ამას მიაკეთეს. ხოც მაინც დრიფტერული სული ერისვენებს და მაინც ვიკითხეთ რა რომ მოვედით რომ რაღაც მომენტში ცოტა რომ მოუწყვიტოთო სლიკებზე კი არის, მაგრამ სანამ შეთვებათ ან გავატყობთ რაღაცა და ისეთ სახეები მიიღეს რომ მგონია იმენ დეპორტს ჩაგვირტყავენ ჩვენ რო ერთნაც. ეს დრიფტისგან თავს შევიკავეთ. ჯერ გავუმეორე ჩემი სახეები. მაინც მათი twin turbo, and the car weighs 1,400, 6-gear pedal shift, full sticks as well. Okay. Is it your first time? Enjoy. Ayy, I got the recipe, never gonna let any op get the best of me. Thought it was distance, but haters is next to me. Talk to the spirit, you know I've been heavenly. Company definitely show your trajectory. This ain't a diss cause I say it respectfully. It's time to eat up, red like a speeder. Taking it deeper and that's how it better be. I never let the comparison get to me. I just remember the promises meant for me. I know the enemy and that he's sent for me. I keep the blood of the lemons, my centerpiece. I cannot trust in no crystals or energy. Look at the chemistry, it'll not even mix chemically. Most of the tricks they be gimmicks, they mimic the truth. It's poison and we got the remedy. There is a bomb, apply it, the fire can stand to the tallest of giants. The tyrant and all the suppliers are scheming and lying. They selling us dreams and we buying it. Show me the chicken, I'm frying it. Show me the dough and I'm frying it. Ain't never lacking it, so what I'm packing, he taking it, he magnifying it. They say you ain't bout it. Tell them that you finna make it, but they doubt it. But you rose like a flower. Tell me what it's like to live with superpowers. I don't know, but I'ma get it. I'ma get it. I'ma get it. I'ma get it. I just know that I'ma get it. 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 Ay, I got the drive, the bus, the truck, the gas is stuck. I ain't the one to rely on the luck. I put in work and then he show up. I know it's fake, this shit in the raps ain't no regrets. I do too much. It ain't me if you see and I stunt. He calling the place and I do what he want. This ain't a front. Glory to G.O.D. It's what you could do with a mustard seed. It's what you could do when you start to believe. Take fury, you cast it inside of the sea. 100% out of me, cause he gave it all on the tee when he let it bleed. So what is you saying to me? You just insecure about the love and turn me to a beast. ანუ სულ ქონდა 10 წრე, ანუ შეგეძლო რომ 10 წრე გაგვეკეთებინა, ან 15 წუთი გვეარა, მაგრამ ანუ 1 წრის დასვას იმენ ცოტა დრო უნდოდა რომ 15 წუთი კი არა ძალიან მალე გამოვედით და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო ინსტრუქტორი ვინც იჭდა, აი მაგარი თავს იზღვევდა რომ რავი იმისი რა მიდიოდა და როგორც კი მოსახვევს უახლოვდებოდი რაღაც აი 1 კილომეტრიდან მიტორმუზებდა, ანუ ბოლოს მეთქი კაი პედლებს აუშვებ, ეხმეთი რავი იარე, მოდი ხელი შენ გადმოწია და ბოლო რამდენიმე წრე კაი ჩაადგიო. მადლობა, გამლახეს უკვე რა. ნუ და ბოლო წრეები ვიგაზავეთ, მაგრამ მაინც ფეხი გაურბოდა, მაინც გიტორმუზებდა. ვისაც გინდათ გაზაობა, ეს ყველაფერი დაახლოებით $500-600 პარკლებში იყო. მანქანის ქირაობა დაახლოებით 10 წუთით.
ვისაც გინდათ შუა ზამთარში, აი თბილისში რო ყინვა, მაგ რო ჩამოხვიდეთ, ხელი მაიკით ცოტა დაგცხეთ და კონდიციონერი გქონდა ჩართული, კონდიციონერი ჩართული Aston Martin-ით იგაზაოთ Formula 1-ის ტრასაზე. შეგიძლიათ მოხვიდეთ სამახსოვრო ვიდეოს საგრჩებად. ესეთი კამეროები რომ განახეთ, გავარკვიეთ და დრიფტისთვის ყოფილა. აუ რავი, მგონია რომ ეს მანქანა რო იქირაოთ, მაქსიმუმ 100-ს გაგაკეთებიდებენ. ან არ ვიცი, გვერდზე ინსტრუქტორი რო დაგიჯდეს, ის მაგ შემთხვევაში უკვე რას ისავს. ერთ ტიპს ჰქონდა ნაქირავები, შიგნით სრიალებდა. რა ვინმე თუ კიდე შევიდა, ვიდეოს გადავიხებთ. თქვენ არ დაგსავეთ, გვერდზე დაგისავეთ და აი ესე გასრიალებენ რა. დავასრულეთ დუბაიში მოგზაურობა, დღეს დილის 7 საათზე უკვე ფრენა გვაქვს, მივფრინავთ ქუთაისის მიმართულებით იქ გავხდება ჩემი 530 და უკვე გავაშურებით თბილისისკენ. ძალიან მაგარ ტრასაზე გავტესტეთ Aston Martin-ი, ჩემი ემოციები კი ნახეთ და დანარჩენი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ რაღა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი და კომენტაროთ და აიქოთ გადააზიაროთ ვიდეო და ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს. ასევე ძალიან საინტერესო ამბავი გამომწერებისთვის. როდესაც ჩვენ YouTube-ი ავა 10,000 გამომწერზე, Google ამაზე უარს არ მეტყვის, დარწმუნებული ვარ, ხო და მე და გუ დავდგებით, ჩავალთ რუსთავის ავტოდრომში, შევარჩევთ რენდომად 10 გამომწერს, ამ 10 გამომწერზე ვასრიალებთ, ძალიან ჩქარა ვატარებთ რუსთავის ავტოდრომზე, ძალიან მაგარი იმპრეზით. თქვენ დაგჩენიათ რომ გამოიწეროთ არხი და ვნახოთ ვინ იქნება ის 10 იხბლიანი. დარჩენით დარჩით არხზე, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება, იმიტომ რომ King of Drift გვიახლოვდება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სპორტული მანქანა მოგდის, რომელსაც სახელსაც ჯერ არ ვასახელებ და ვარჩით არხზე.